მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ალგორითმი მეტალაბის სტუდიიდან. მელიკა თოთლაძე ვარ. დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი ოთარ კვირიკაშვილი. ჩვენი სასაუბრო თემა იქნება დღეს ოსინტი და ხელოვნური ინტელექტი. რა არის ოსინტზე რო გავაკეთოთ აქცენტი, შესავალის სახით გავაკეთოთ რა არის ოსინტი და რო ვისაუბროთ რა დატვირთვა აქვს ოსინტს ჟურნალისტიკაში და მედიაში. პირველ რიგში მოგესალმებით ლიკა. მადლობა კოლაბორაციისთვის, ერთობლივი გადაცემისთვის. რაც შეეხება ახლა ოსინტს, დღესდღეობით ნორმალური ჟურნალისტიკა და ნორმალური მედია პროდუქტი აღარ კეთდება ოსინტის გარეშე. ახლა რა არის ოსინტი? ოსინტი არის დაზვერვა ღია წყაროების გამოყენებით. Open source intelligence. ოსინტი აერთიანებს მთელ რიგ ტექნიკებს, მთელ რიგ ხელსაწყოებს იმისათვის, რომ ღია წყაროებიდან ჩვენ ავიღოთ და გამოვიყენოთ ინფორმაცია გარკვეული საქმეებისთვის. ეს იქნება საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ეს იქნება კონკურენტული დაზვერვა, ეს იქნება დაზვერვა ბიზნესში, ეს იქნება დაზვერვა სპეცსამსახურების გამოყენებით თუ ასე შემდეგ. ეს ხელსაწყოები კიდევ ადამიანებს კიდევ ერთი გვიმარტივებს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, თუ აქამდე ადამიანები ვიყავით და რაღაცა რუტინულად ვიყავით რაღაც საკითხებში ჩაფლულები და შეიძლება რაღაც გავგვეკეთებინა, მაგრამ ამ ყველაფერში დაგვჭირებოდა დღეები, თვეები, კვირები. ოსინტის ხელსაწყოების გამოყენებით შეგვიძლია ეს ყველაფერი გავაკეთოთ 2 და 3 წუთში, 2-3 წუთში არა, მაგრამ 2-3 საათში ყველა ხელსაწყოს თუ ნორმალურად ვიყენებთ. ეს ბევრ რაღაცას ცვლის ზოგადად ნებისმიერ სფეროში, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ჟურნალისტიკაში და განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელოვნური ინტელექტი აი ამ ასეთი განვითარების ხელოვნური ინტელექტის ამ განვითარების ეტაპზე ვართ და როგორც კიბერუსაფრთხოება, როგორც გაყიდვები, როგორც სხვადასხვა სფეროები, განათლება, მედიცინა, ტექნოლოგიები და ასე შემდეგ, ოსინტიც რა თქმა უნდა ხელოვნური ინტელექტის გარეშე არ არსებობს და თუ სადმე განვითარდა დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტი, განსაკუთრებით ვითარდება, განსაკუთრებით იგრძნობა ისეთ სფეროებში, როგორც არის ოსინტი, როგორც არის კიბერუსაფრთხოება, როგორც არის ტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებები, იმიტომ რომ აქ ციფრულ სამყაროში განსაკუთრებით მარტივია ხელოვნური ინტელექტის დანახვა და შენიშნება. მაგალითად რო ვისაუბროთ იმაზე, რამდენად შეიძლება რომ ხელოვნურმა ინტელექტმა გაავრცელოს მცდარი ინფორმაცია ოსინტის საშუალებით. თუ არსებობს ესეთი მცდარი ინფორმაციის გავრცელება, მოდი ვთქვათ, როგორც აქვს, აი ორპირი מחვილივით არის რა, როგორც აქვს დადებითი მხარეები, ისე აქვს უარყოფითი მხარეები. ქვეყნები, რომლებიც ავტორიტარიზმისკენ არიან, მათი ბუნება ავტორიტარული რუსეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ, ეს ქვეყნები რა თქმა უნდა არა მარტო ოსინტი ინსტრუმენტებს, არამედ ნებისმიერ ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული ოპერაციებს, ყველაფერს იყენებენ ადამიანების მოსატყუებლად, ადამიანების გასაკონტროლებლად და მათზე გავლენის მოსაპოვებლად. მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ვამხილოთ, კორუფციული ფაქტები გამოვიძიოთ, მცდარი ინფორმაცია გავარჩიოთ, ანუ ინფორმაციის გარჩევა შევძლოთ ზოგადად და ასე შემდეგ. ამიტომ მას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. მაგრამ განსაკუთრებით ჩვენაირ ქვეყნებში, სადაც აი კორუფცია აყვავებულია და კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით, სადაც ასე ვთქვათ რუსი ბიზნესმენები, რუსული სახელმწიფო და არა მარტო რუსები იყენებენ აი ჩვენაირ ქვეყნებს ბუფერულ ზონად და აქ რაღაცა მიდის ის საქმეები, რაც შეიძლება შავი ფულის გათეთრება ხდებოდეს,
სატრანზიტო დერეფანი იყოს ნარკოტიკებისთვის, იარაღისთვის და ასე შემდეგ. ამ საკითხებში განსაკუთრებით OSINT ინსტრუმენტების გამოყენება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საჭიროც. და ამიტომ განსაკუთრებული ცოდნა გვმართებს OSINT-ის მიმართულებით არა მარტო ჟურნალისტებს, არამედ არასამთავრობო სექტორში მყოფ ადამიანებსაც, მიუხედავად იმისა, რაც ხდება ახლა ჩვენს თავს, რომ ამ შემოტევების და საგიჟეთის ფონზე, მაინც ნებისმიერი ადამიანი უნდა ცდილობდეს, რომ რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენება მაინც იცოდეს. აქ გამოყოფთ მაგალითად მალტეგოს, მიუხედავად იმისა, რომ მალტეგო ძვირია და ძვირის სიამოვნებაა, განსაკუთრებით ისეთი მცირე ორგანიზაციებისთვის, მაგალითად როგორებიც შეიძლება რეგიონებში იყვნენ, თუმცა შენ შეგიძლია რამდენიმე 3-4 ინსტრუმენტის ერთობლივი გამოყენებით მიიღოს ზუსტად ის ეფექტი, რასაც მიიღებ მალტეგოთი. და ამით დაადგინო, რა ვიცი, ადამიანების კავშირები, კორუფციული მიგნებები გააკეთო, სქემები, ნეპოტიზმი, კორუფცია, უამრავი საკითხი შეგიძლია წინა პლანზე გამოიტანო და ამიტომ ვიძახი კიდევ ერთხელ, რომ ჭირდება ჩვენარ ქვეყანაში მოსახლეობას ჭირდება, რომ ყველამ რაღაც დონეზე მაინც ვიცოდეთ OSINT ინსტრუმენტების გამოყენება და განსაკუთრებით თუ აქამდე ადამიანს OSINT ინსტრუმენტების გამოსაყენებლად სჭირდებოდა რაღაც კიდევ ტექნოლოგიური ცოდნა და ტექნოლოგიური გაგება და გამოყენებისთვის რომ შესაძლებოდა დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ხელოვნური ინტელექტი ამის გამოყენებასაც გიმარტივებს და ამაშიც გვეხმარება. საუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე და თქვენი აზრით და ალბათ საზოგადოებასაც აინტერესებს, რამდენად საჭიროა ადამიანური ფაქტორი დღეისობითაც და მომავალში კიდევ უფრო რამდენად საჭირო იქნება, როცა ვსაუბრობთ ხელოვნურ ინტელექტზე ასე მასშტაბურად. რაც შეეხება ადამიანურ ფაქტორს, როგორც ყველა სფეროში, ადამიანები დაკარგავენ სამსახურებს. დაიკარგება ძალიან ბევრი სამსახური, გაქრება ბევრი სამსახური და რაღაცეებს შეითავსებენ ამ შენ სამსახურს შეითავსებენ ის ადამიანები, ვისაც ექნება ხელოვნური ინტელექტი, ვინც იქნება ხელოვნური ინტელექტის უნარებით აღჭურვილი, ასე ვთქვათ. ეს ეხება OSINT-ს და ხელოვნურ ინტელექტსაც. რადგან რაღაც გარკვეული სამუშაოების ავტომატიზაცია, რაც რისი ავტომატიზაციაც არის შესაძლებელი, ძალიან კარგად გააკეთებ ამ ყველაფერს OSINT ინსტრუმენტების და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით. რაც შეამცირებს სამუშაო ძალის გამოყენების აუცილებლობას და გაზრდის ეფექტურობას. თუმცა ადამიანური ფაქტორი არ შეიძლება რომ მთლიანად გამოვრიცხოთ, რადგან დაგეგმვაში, ანალიტიკაში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ანალიტიკასაც გაგიკეთებს ეს მოიძიებს მასალებს, ანალიტიკასაც დაგიდებს და ასე შემდეგ, მაგრამ რაღაცა მომენტში მაინც სადაც ეს ადამიანური ფაქტორია, მით უმეტეს იმ მომენტში, როდესაც თავარ გამოწვევა დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტში ითვლება ეს ღირებულებითი თანხმედრა, რომ რას გიკეთებს ხელოვნური ინტელექტი, ზუსტად იმას აკეთებს თუ არა, რასაც შენავალებ და თანხმედრაში თუ არა ეთიკურ და ასე ვთქვათ, ეთიკურ ჩარჩოებთან და ჯერ კიდევ მიდის იმაზე საუბარი, როგორი რეგულაციები შეიძლება დაწესდეს აი ამ ჩარჩოს გარშემო, განსაკუთრებით ესეთ სიტუაციაში OSINT-ში და ხელოვნურ ინტელექტში ადამიანური ფაქტორი არ დაიკარგება. თუმცა კიდევ ვიძახი, ის რუტინული სამუშაოები, რასაც აქამდე, აი ვთქვათ, იყავი რაღაც ჯგუფის ხელმძღვანელი და ატარებდი რაღაც ანალიტიკურ სამუშაოს, ან საგამოძიებო ჟურნალისტიკას, ან სპეცსამსახურში იყავი, ან წარმოადგენდი რომელიმე კომპანიას და კონკურენტულ დაზვერვას ეწეოდი მეორე კომპანიის OSINT ინსტრუმენტების და OSINT-ის ხელსაწყოების გამოყენებით. ეხლა შეიძლება აქამდე თუ გჭირდებოდა 20 კაციანი ჯგუფი იმისაც რომ კარგად გაეკეთებინათ ჩემთვის საქმე, ეხლა შეიძლება გჭირდებოდეს 2 კაციანი ჯგუფი. და დანარჩენი ყველაფერი ხელოვნურმა ინტელექტმა და OSINT ხელსაწყოებმა გააკეთონ. აი ეგ განსხვავება იქნება, თორე ადამიანური ფაქტორი მთლიანად რა თქმა უნდა არ დაიკარგება და კიდევ ვიძახი შემოქმედებითი
ადამიანები, რომლებიც შემოქმედებით საქმიანობას ეწევიან და გონებრივ საქმიანობას და რაღაცას ქმნიან, არც ერთ სფეროში ესეთი ადამიანები არ დაიკარგებიან, რა თქმა უნდა, თუ ხელოვნური ინტელექტს აუწყეს ფეხი. მაგრამ თუ ადამიანებმა ვერ გაიაზრეს, სად ვიმყოფებით, სად ვართ, რომელ ეპოქაში ვიმყოფებით და ხელოვნური ინტელექტი ესე რაღაცა უბრალო გართობად აიღეს და VO3-ის ვიდეოების დონეზე ჩარჩნენ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდება საფრთხის წინაშე, სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე, მათ ვეღარ უშველით არანაირი ნაცნობობა, არანაირი მათ ვეღარ უშველით არანაირი გამოცდილება, დიპლომი, განათლება და ასე შემდეგ. დღესდღეობით არის სხვა ეპოქა და შენ თუ ხელოვნურ ინტელექტთან ერთად რაღაცა არ ჩამოყალიბდი ისეთ ჰიბრიდულ შენ განვითარება თუ არ ჩამოყალიბდა რაღაც ჰიბრიდულ რეჟიმში, ერთ მხრივ ხელოვნური ინტელექტი და მეორე შენი ცოდნა და უნარები დაიკარგები. და ამიტომ ესეთ სიტუაციაში ვიმყოფებით არა მარტო ოსინტის მიმართულებით. ჟურნალისტიკის გარდა და მედიის გარდა სხვა პროფილსაც რო შევეხოთ, მაგალითად უსაფრთხოებაში და ბიზნეს სექტორში როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ოსინტი? ბიზნესი ვახსენე უკვე კონკურენტული დაზვერვა, სადაც ძალიან მასიურად გამოიყენებოდა ოსინტ ინსტრუმენტები, სადაც შენი კონკურენტის პლუსები, მინუსები, გაყიდვები იყო და კიდევ მრავალი მიმართულებით, შეიძლება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით და კიდევ ბევრი მიმართულებით გამოიყენება ოსინტი. გამოიყენებოდა აქამდე და კიდევ უფრო ძლიერად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის პირობებში. და დაზვერვა და ანუ უსაფრთხოების სფეროს რაც შეეხება, უსაფრთხოების სფერო ოსინტ ინსტრუმენტების გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია და რატო? მთელი ინფორმაციის სადღაც ნახევარზე მეტი დღესდღეობით ინტერნეტში არსებული ინფორმაციის ნახევარზე მეტი და ეს არის მილიარდობით ფაილი იმყოფება ახლა ღია დევს ხელის გულზე და იმყოფება არსებობს ინტერნეტში რაღაცეები ხო ამ ინფორმაციას სჭირდება სწორი გამოყენება, სწორი შეკრება, შემდეგ სწორი ანალიზი, სწორი დამუშავება და სწორად მიწვდა ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც უნდა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება უკვე. ამ ყველაფრისთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოსინტ ინსტრუმენტებს და ხელოვნურ ინტელექტს. რადგან ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ კარგად უნდა დამუშავდეს, დროშიც უნდა მოესწროს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს რაღაცა ტერორიზმის საფრთხე და სწრაფი რეაგირების გარეშე ვერ გადავჭრათ ეს პრობლემა, ხო? და ამაში ძალიან გვეხმარება, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელოვნური ინტელექტი, კიდევ ვიძახი, ხელოვნური ინტელექტი მარტივად რო ახსნათ კიდე და მარტივად წარმოვიდგინოთ, როგორ დაეხმარა სხვადასხვა დისციპლინებს და სხვადასხვა დარგებს, ხელოვნურმა ინტელექტმა ერთი გაამარტივა ამის მოხმარება და დროში დააჩქარა და გაგვიმარტივა საქმე შეითავსა. თქვათ, პარტნიორი რო იყოს ჩვენი ადამიანი, ვინც გამოგვართვა რაღაცას ვაკეთებდით თუ რთულ საქმეს და დილიდან საღამომდე შეითავსა. მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როდესაც ხელოვნური ინტელექტი არიღლება, არიძინეს, ბონუსებს არითხოვს, შაბათ-კვირა არიცის, თავის ტკივილი არიცის, დაღლა არიცის და ასე შემდეგ და ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი თანაშემწე, პარტნიორი, ასისტენტი და ასე შემდეგ და ვიცით ჩვენ რომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით ეს სადაზვერვო სამსახურები, უსაფრთხოების სამსახურები განსაკუთრებულ აგენტებს ამზადებენ, აკეთებენ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს, პროექტებს, ასე ვთქვათ, აგენტიც არ ეთქმის, ამას უკვე ძალიან დიდი პროექტებია და ამ პროექტების მეშვეობით მუშაობენ უსაფრთხოებაზე, დაზვერვაზე, ანალიზზე და ასე შემდეგ. ეს ხდება დასავლეთის მიმართულებით. დასავლეთი თუ ამ მიმართულებებით მუშაობს, ჩინეთი მაგალითად მუშაობს ადამიანების კონტროლზე, თვალთვალზე, სოციალური ქცევის ნაწილზე და იმაზე რომ რაღაცა Black Mirror-ი არ ვიცი ვის აქვს ნახე ეს სერიალი გადიოდა ხოლმე 15 წლის წინ ეს
რაღაც ფანტასტიკის მაგვარი როგორი უნდა იყოს მომავალი და რაღაც და უკვე Black Mirror-ის სიუჟეტებსაც ვნახავთ დღევანდელ ჩინურ რეალობაში, რადგან იქ იყო რაღაც სოციალური ქულების თემა, სადაც ადამიანები როგორ იქცეოდნენ, იმის მიხედვით უგროვდებოდათ ქულები და იმის მიხედვით იღებდნენ დივიდენდებს სახელმწიფოსგან და ეხლა სწორედ მსგავსი პროგრამები მუშაობს ჩინეთში. შენ როგორ გადადიხარ მაგალითად ზებრაზე, როგორ იქცევი, მოხუც მიეცი თუ არა, რაღაც წამოაყენე თუ არა მოხუცი, ნაგავში სწორად ჩააგდე თუ არა, თუ გარეთ გადააგდე და ამის მიხედვით გიწერენ ქულებს და შემდეგ ეს ქულები აისახება შენს ყოველდღიურობაზე და შეიძლება რაღაც ამ არასწორი ქულების გამო თუ სახელმწიფოს არ მოუვიდა თავში, თუ სახელმწიფოს თვალში არ მოუხვედი, შეიძლება მატარებლის ბილეთი ჩამოგართვა, თვითმფრინავის ბილეთი ჩამოგართვა და ასე შემდეგ ვიცით რომ იქ კონტროლისთვის და ადამიანებზე კონტროლის დასამყარებლად მილიარდობით კამერაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით და სხვადასხვა ტექნოლოგიური პროგრამების მეშვეობით მუშაობს და კიდევ ვიძახი ყველა ქვეყანას აქვს თავისი ცუდი ადამიანების ხელში ეს პროგრამები და ხო, ცუდად მუშაობს ნორმალური განვითარებული დემოკრატიების ხელში შეიძლება რომ სასიკეთოდ გამოვიყენოთ. და შეჯამების სახითაც რო გავაკეთოთ, სანამ გადაცემა დასრულდებოდა, თქვენ გქონდათ პროექტი, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ასწავლდეთ, თქვენ იყავით ტრენერი. რა შედეგი დაიდო ესე რო ვთქვათ და თუ ელოდებოდით მსგავს ასეთ გამოხმაურებას და დადებითი იყო თუ არ ყოფით თქვენი შეფასება რო ვთქვათ ამის შესახებ. აი მოკლედ ლიკა ძალიან კარგ რამეს შეეხე. მოდი ესე შევხედოთ. მე ნების ყველა გადაცემაში ვსაუბრობ იმაზე, რომ ადამიანები ამ გამოწვევებს უნდა შეხვდნენ ახლებური აზროვნება ვისწავლოთ, თუ არა და მომზადებლები შეხვდებით ახალ ეპოქას და ბევრი ადამიანი დაკარგავს სამსახურს და ამ შემდეგ ამას ვსაუბრობ იმიტომ კი არა, რომ რაღაცა დავიზუთხე და ყველა გადაცემაში ვთქვა, იმიტომ რომ მართლა ეგ პრობლემა დგას და მართლა ვხედავ მაგ პრობლემას. მაგრამ მეც ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო ის მასშტაბი, რა მასშტაბზეც გავედით და რატო? პროექტს როდესაც ვიწყებდით მაისის დასაწყისში, ფაქტიურად 2 თვის წინ, სადღაც ესე, როდესაც ამ პროექტს ვიწყებდით, მე იმ დროისთვის რა კონტინგენტიც მოვიდა, ამ ადამიანებს ფაქტიურად ChatGPT-ის გარდა, ხელოვნური ინტელექტის ცოდნა, ხელოვნურ ინტელექტზე ინფორმაციაც არ გქონდათ, ასე ვთქვათ, ცოდნა კი არა, ინფორმაციაც არ გქონდათ, ერთადერთი იცოდნენ ChatGPT და ესე გონათ ხელოვნური ინტელექტი. როდესაც ChatGPT არის ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მოდელის, დიდი ენობრივი მოდელების ერთ-ერთი განშტოება. ასე ვთქვათ, აი ძალიან პატარა ნაწილი იმის, რაც არის ზოგადად მთლიანად ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის მასშტაბი, სადაც გავედით. იცით რომ ეხლა კონფერენცია გქონდა და გამოსულელებმა აჩვენეს აი სასწაული ცოდნა მომზადება თან გამოსულელებმა რომლებმაც 6-7 მიმართულებით ისაუბრეს სხვა ერთ-ერთი შენც იყავი მინდა მაყურებლებისთვის თქვა რომლებმაც სხვადასხვა მიმართულებით ისაუბრეთ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე რაც აი მომდევნო 1-2 წელს განმავლობაში რისი პრობლემაც დაუდგება საზოგადოებას და ის შესაძლებლობები გააცანით ზუსტად რაც წინ გვექნება, ხო? რაც უნდა დაგვჭირდეს. ეხლა წარმოიდგინე 30 მონაწილე, 30 ადამიანი წარმოიდგინე რეგიონში, რომელსაც მანამდე ინფორმაციაც არ ჰქონდა ამ სფეროზე, პლუს დამსწრეები, რომელიც იყო სადღაც 60-70 ადამიანი, ფაქტიურად ერთი 100 ადამიანი, 2 თვის წინ 100 ადამიანი, რომელსაც საერთოდ გაგებულიც არ ჰქონდა ამ სფეროს შესახებ, ეხლა დგა და 100 ადამიანი საუბრობს თავთავის ოჯახებში, საზოგადოებაში, ჯგუფში, წარმოვიდგინოთ ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ის ასე ადამიანი, ვიზეც თქვენც მოახდინეთ რაღაცა გავლენა, რაღაც ემოციები გაუჩნდათ იმ შეხვედრაზე და ძალიან მაგარი შედეგია ჩემი აზრით, რადგან ეს არ იყო ისეთი სფერო, რაზეც ყველა საუბრობდა, ხო? ეს არ იყო სფერო, მაგალითად, ეს არ იყო რაღაცა ავიცი ჩვეულებრივი მედიცინა, რაზეც შეიძლება ადამიანებს ესაუბრებოდე. ეს იყო საერთოდ ახალი ხელმიუწვდომელი
რთულად წარმოსადგენი, რთულად აღსაქმელი და კარგია რომ ეხლა მაგალითად აი ასეულობით ადამიანი უკვე გორში ზის და ფიქრობს იმაზე როგორ შეხვდეს ახალ გამოწვევებს და ამაში როგორც ჩემი წვლილია როგორც ტრეინერის რო ეს ამ სფეროში შევეხე ისე არის თქვენი წვლილიც მონაწილეების რადგან თქვენ გაიტანეთ ფაქტურად და გაშალეთ ეს თემა და ეხლა ალბათ უფრო და უფრო გაიშლება და ჩვენ უნდა ვიამაყოთ იმით რომ აი ერთ რეგიონში მაინც ჩაუყარეთ საფუძველი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას და რაც დარწმუნებული ვარ სხვადასხვა რეგიონებიც ნენელა მოგბაძავენ აი კარგი მიმართულებით აი კარგი კუთხით ჩვენ და ალბათ იქაც ნენელა დაიწყებენ ხელოვნურ ინტელექტზე მსჯელობას რაღაცისთვის რომ რაღაცა განვითარდეს პირველ რიგში უნდა დაიწყოს დისკურსი და მსჯელობა და მე არ მაქვს იმაზე პრეტენზია რომ დღესდღეობით ჩვენ სემ ალტმანების და იმის დონეზე ვართ რა ქვია ილონ მასკების დონეზე ვართ მაგრამ მთავარია რომ დაიწყოს მსჯელობა და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი და დადებითი მხარე ისიც არის რომ შემთავარია იდეა გქონდეს და იმდენი ხელსაწყო არსებობს უკვე და იმდენი ინსტრუმენტი არსებობს რომ შეგიძლია გორიდანაც კი შექმნა ისეთი რაღაც რასაც სიტყვაზე ქმნიან ისეთი დიდი ორგანიზაციები და ისეთი დიდი სააგენტოები ან გორიდანაც შექმნა იმის პროტოტიპი როგორცაც ქმნიან სიტყვაზე DARPA როგორც არის Mistral, OpenAI, GPT მოდელები და ასე შემდეგ რა ვიცი ხელოვნური ინტელექტის აგენტის აგება აქედანაც შეგიძლია ხო მარტივად და სახელდანაც შეგიძლია გაკეთება. ამიტომ ძალიან კარგია რომ ჩვენ დავიწყეთ ეს და იმედია რომ აქ არ გავჩერდებით და კიდევ უფრო ბევრ ახალ რაღაცას შევქმნით ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად. ნაწილობრივ უკვე ისაუბრეთ არ ამაზე, მაგრამ ბოლოს რომ შევაჯამოთ ჩვენი გადაცემა და რამდენად აუწყობს ფეხს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი საზოგადოება ამ განვითარებას და ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. ან რამდენად მზად არის ჩვენი საზოგადოება ამ ყველაფრის. დღესდღეობით ჩვენ მივდივართ მაინც გვინდა თუ არ გვინდა იმის გამო რომ ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ლაბორატორიები ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით არ გაგვაჩნია სახელმწიფო სტრატეგია ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგია არ გაგვაჩნია და არ გაგვაჩნია არანაირი სახელმწიფო ინიციატივები და არც სამინისტროებს შორის თანამშრომლობა ერთმანეთში და ბევრი რაღაცა არ გაგვაჩნია და საერთოდ სახელმწიფო გათიშულია და ჩახსნილია მთელ ამ პროცესს. მაინც მივდივართ გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. და ეს გამოიხატება ეხლა რასაც ვხედავთ ყველა და რასაც უყურებთ. აი VO3-ის ვიდეოები მაგალითად TikTok-ზე გავრცელებული, რომელიც არის ძალიან მაგარი კომპანიის Google-ის დაქვემდებარებაში ყოფილი DeepMind-ის პროდუქტი, ეს VO3 და შეგვიძლია რომ ბევრი კარგი რაღაც გავაკეთოთ. DeepMind-ი კიდევ ბევრ პროექტს ქმნის მათთან ერთად იქ არის ნოუთბუქ ელემია და კიდევ ბევრი რაღაც კარგი პროექტები აქვს და ზოგადად Google ამ მიმართულებით ძალიან მაგრად მუშაობს. ჩვენ შეგვიძლია რომ კარგი რაღაცები შევქმნათ თუნდაც ამ გენერაციული მიმართულებით, მაგრამ აქაც უცვირებთ. იმიტომ რომ კერძო ინიციატივებია და ვიღაცა გადმოწერს და იყენებს როგორც აპლიკაციას. და ძირითადად მაინც აი ეს ფოტოს გენერირება, ვიდეოს გენერირება და ამ მიმართულებით ვითარდებით, ჩვენ ხო არ ვითარდებით computer vision-ის, machine მანქანური სწავლების, NLP-ის, ენობრივი მოდელების განვითარების მიმართულებით, როგორებიც არიან Grok-ი, DeepSeek-ი, Copilot-ი, Perplexity, რა ვიცი, Cloud-ი და ასე შემდეგ. ჩვენ ხო შეგვიძლია რომ მათი პროტოტიპებით შევქმნათ მიუხედავად იმისა რომ არ გაგვაჩნია დიდი მონაცემთა ბაზები შეგვეძლო რომ მსგავსი სახელმწიფოს ნება თუ იქნებოდა აი სომხეთში რაც გააკეთა ახლა NVIDIA-მ ტექნოლოგიური ჰაბი ჩვენთან გაკეთებულიყო მსგავსი და ეს დიდი კომპანიები, დიდი ტრანსნაციონალური კომპანიები შემოგვეყვანა, მაგრამ დღესდღეობით ყველა გარბის. ამიტომ ჩვენ საით ვითარდებით, ეგ არის გენერაციული ხელოვნური ინტელექტი. და ამ დროს გენერაციული ხელოვნური ინტელექტი 2-3 წელში აღარ იქნება საკმარისი. კი, გაერთობი ფოტოს და აგენერირება შეიძლება ფილმებიც გადაიღო,
შეგიწყობს ხელს ტექსტების სტრუქტურირებაში, ტექსტების გენერირებაში, თარჯიმანში, ბევრ რაღაცაში დაგეხმარება, მაგრამ მთავარი ხო არის მაინც ეს მეცნიერული განვითარება, კვლევა, ლაბორატორიები, უნივერსიტეტებში ამის დანერგვა, კვლევაძიება და ასე შემდეგ დიდი რესურსებია საჭირო, რაც ჩვენაირ ქვეყანაში სახელმწიფო ჩარევის გარეშე არ მოხდება და ჩვენი სახელმწიფო კიდე დღესდღეობით სხვა რაღაცებით არის დაკავებული და უბედურების მეტი არაფერი არ მოაქვს ქართული ხალხისთვის და იმედია მალე დასრულდება ეს ჯოჯოხეთი და მალე გადავალთ მართლა იმ ტექნოლოგიურ რესურსებზე რაც ხელოვნურ ინტელექტს მოაქვს ზოგადად ადამიანებისთვის და სამყაროსთვის. მადლობა ოთარ, ჩვენი სტუმარი იყო სპეციალისტი ხელოვნური ინტელექტის ოთარ კვირიკაშვილი. როგორც ოთარმა აღნიშნა, მეც ვიყავი ამ პროექტის მონაწილე და კონფერენციაზე მეც ვიყავი გასული და მოხარული ვარ და მადლობა თქვენ ამისთვის და გისურვებთ წარმატებებს. ჩვენი გადაცემა დასრულებულია. ნახვამდის.